დილა მშვიდობის, როგორ ხართ? მოგიკითხავთ ყველას, გოგოებო. მომაგდით თითქოს და მომენატრეთ. იმიტომ რომ გუშინ ერთი ვიდეო გადავიღე და მაგიტო უკვე ვიგძენი. როგორ ხართ თქვენ? ჩაი მინდა, ეხლა ავადუყე. ეს წეგან დავაყენე. ბიჭებს დავალევინე ჩაი და დავიწყე ნახალი დაყენებულია. ვერ გამოდის ჩაი. კაცუნი აქ. სამი დღეა ყავა არ დამილევია. ნახეთ რა სხვანაირი ვარ. ნახეთ. როგორ სხვანაირი ვარ ვისწავლე, ნელ-ნელა ვსწავლობ ჩემ თავზე, ჩემ სახეზე მაკიაჟს. ვიყიდე ძალიან უბრალოა, ოღონდ ძნელად იშლება თვალზე. უბრალოა ძალიან გოგოებო. მაგრამ არა უფროს. იმათიც მიყვირს ხოლმე, ვისაც უკვე 100 ცალი აქვს თვალის ჩრბილი და კიდე ყიდულობს 101-ს. აი ნახეთ. აი ესეთია. იცით რა მივეცით 13 ლარი. აი ამ ჭრილებში მივეცით 13 ლარი. უბრალოა ძალიან. ეხლა შეიძლება მითხრათ, რომ თვალისთვის არ შეიძლება ჟანა და მაინც თვალია და კი მესმის. მაგრამ მეტი არა მაქვს. მეც ვერ გადავიხდიდი ჯერჯერობით და მინდა სწავლა მინდა. მაგრამ აი ესეთი უხარისხო ისე კი არ მინდა რომ ვისწავლე ხლა რომ ვიმუშაო ამაზე და სალონში ვიმუშაო გოგოებო არა. მე თვითონ რო გავიკეთო ხოლმე ამაზეც მაკიაჟი არ მინდა. ეს არის თვალის დაბლა ნახეთ როგორ ამომინათდა თვალი, როგორ მქონდა ხოლმე ჩაშავებული კონსილერი, ხო ეგრე ქვია, არც ვიცი მე კარგად სახელები, მე მგონი რომ ეგრე ქვია. ამაშიც მივიცი 8 ლარი. ერთი ქალია აქ მარკეტინგში მეტროსთან და იმას აქვს. ეს ვაბელიკის ამაზე უნდა გითხრათ პირველი დღე რაც გამოვიყენა, ეს არის სასწაული. თმები, ნახეთ. ჩემი თმები ნახეთ, როგორია. ეს არის, არ ვიცი რა. 17 ერთში 100 წერია. კრემ სპრეია. თმის. გოგოებო არც ძვირი არ ის, არც რეკლამას არ ვაკეთებ. უბრალოდ მინდა რომ თქვენს ვისაც გიყვართ თმის მოვლა და ვისაც გიყვართ ეს ყველაფერი გაგიჯანსაღდეთ თმა და გიხაროდეთ, რა ვიცი, გიხაროდეთ ყველაფერი წვრილმანებში, უალარი ღირს მგონი მეტი არ ის ესეც. და აი ძალიან მომეწონა ნახეთ. ბუწუწები რომ მქონდა ხოლმე აქ, როგორ დაალაგა ლამაზად. დააწყნარა თმები, ჩაალაგა თავის ადგილზე ეს ამანქნა და თან იცით როგორ არ მეგონა ზედეწერა დამძიმების გარეშე და მაინც გამოვიწერე, იმიტომ რომ ფაბერიკი მიყვარს, მაგრამ აი მაგას თუ იზავ და ეგ არ მეგონა, თან კრემია და რა დამძიმება. აი არანაირი. ჩემი ზეთი ნუქსისა თქვენ წარმოიდგინეთ, რომელიც თმაზე შეიძლება ამძიმებს თმას. ის ამძიმებს თმას ნამდვილად. მაგიტო არ მიყვარს, ძალიან ცოტა უნდა დაიტანო რა, თუ ოდნავ მეტი მოგივიდა ვსიო, დამძიმებული გაქვს თმა და გასοπილი. რაღაცნაირად. ეს არის ძალიან კარგი. ძალიან. თან ახლა თაფლის შამპუნითაც დავიბანე მე. ლიუსამოს. ახალი შამპუნით და რავი ძალიან მომწონს. თაფლის, ჭინჭრის ალოე შამპუნები კარგია. სამკურნალოც არის, იაფიც არის და რავი, კაია. ხო, არც არასდროს არ ვიყიდი, ალბათ ახლა ძალიან ძვირიან თვალის ჩრდილებს. ეს ძალიან უბრალოა. ცოტა ხანი ხო გამოვიყენებ, მაგრამ არის ძალიან უბრალო და თვალზე რო ვისმევ გაშლა უჭირს რა და ძალიან დიდხანს გიჭწევს ესე ფუნჯით ტრიალი და რა ვიცი ძნელია ძალიან მაგითი. ცოტა უფრო უკეთესებს ვიყიდი და რომელი ვიყიდო, ვინც იცით, არ მინდა ძალიან ახლა 100 ლარს ვერ მივცემ და
ისეთი ფასი რო კარგი იყოს რა. კარგად ესმეოდეს და რავი არ იყოს ძალიან ძვირი. ეგეთი მითხარით, ნახეთ როგორ გამომდის. პირდაპირ საოცრებაა მეც მომწონს. ჩემი სახე, ხო კარგად გამომდის გოგოებო, რა ვიცი, აი ხატვის ნიჭი მაქვს მე 0. სულ ეგრე ვამბობ, იმიტომ რომ რა ვიცი, ალბათ არც მიცდია. არასდროს, მაგრამ კარგად გამომდის, ხედავ. ჩემ სახეზე, ეხლა მე აქ თვითონვე მაქვს გამოყოფილი ეს, ხო იცით? სადაც უნდა წავისვა. რუმიანა ეს თვითონვე მაქვს გამოყოფილი და ეს არ მიჭირს რა, ადვილათვის მე ვაკ, იმიტომ რომ გამოყოფილია. ძვლების მოყვანილობა მაქვს სახეზე, თვითონ ეგეთი. და ეგ არ მიჭირს, მაგრამ თვალები ხო ძალიან რთულია. და ამ ძალიან იაფიანი, უიაფესი ჭდილებით რო ესე გავიკეთე. როგორ ვაქებ ჩემ თავს, მაგრამ გამომი. რა თქმა უნდა. გოგოებო ამას საფლი უნდა ვერ დავლევ, მოვალ, ეხლავე ამით წავიდეთ. რაღაცეებს ვსწავლობ. ვიხალისებ ესე ცხოვრებას, თქვენც მინდა რომ ამითი გაგახალისოთ ხოლმე თან. და იმედი არის რომ გამომდის. იმდენი ჩაია. ჩაი აღარ დამილევია, ყავა იმის მერი აღარ დამილევია, რო ვთქვი. ერთი კვირა გავიდეს. როგორ ვიქნები? თუ მომიდება ძალიან მაინტერესებს ექსპერიმენტებს ვატარებ. ხო, ესეთი ამბები. ინტერნეტზე მინდოდა მელაპარაკა ინტერნეტის აი რო ითრევს ადამიანს ეს მოკლე ვიდეოები, სკროლვა და მე რაღაცნაირად რო ხდები, ჩემ თავზეც რაც გამომიცდია რა. იმაზეც რო გითხრათ გოგოებო, რა ვიცი, აი საშიშიც კი არის რაღაც კუთხით ეგ ყველაფერი. ცოტა დიდ ვიდეოს რო უყურო მე მაგის ცქერა აღარ შეგიძლია იმდენად ტვინს ძალიან მოსწონს ეს პატარ-პატარა ვიდეოები და სწრაფად სიახლეები. იმდენად მოსწონს რომ ძალიან ბევრ ინფორმაციას იღებს, იღლება და მე ფაქტიურად კინოს ცქერაც აღარ შეგიძლია. ცოტა დიდ ვიდეოს რო უყურო, დიდ მასალას რო უყურო, ეს ყველაფერი აღარ შეგიძლია და ვფიქრობ, რომ ეს არის ცუდი. თან გააჩნია, ეხლა რას უყურებ. ისეთ ვიდეოებს თუ მაგალითად სიმდიდრეს, აი როგორ თქვა, აფიშირებენ. მდიდარი ადამიანი არასოდეს არ გამოვა და არ დაიწყებს ეგრე დოლარების და რაღაცეების ფრიას, ჩემი აზრით, რა ვიცი, მე ვიცი მდიდარი ადამიანები, მილიონრები რო არიან და ეხლა ეგრე არ იქცევიან. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც არ ვიცი, ალბათ სულთ გამდიდრება, მაგრამ ჯერ არ არიან იქამდე მისული. და ესეთი ვიდეოები რატო არის ჩემი აზრით საშიში? იმიტოა საშიში ესეთი ვიდეოები, რომ მე გულგი ტყდება შენ შეცხოვრებაზე. აბა რა სიტყვით გოგოებო? თუნდაც წენებზე რო ვთქვი წეღან. ძალიან ბევრი ბიუთი ბლოგერია და იღებენ ხო ვიდეოებს და აქვთ არ ვიცი, აი მართლა 100 ცალი ჩრდილი შეიძლება კონდეთ და კიდე ყიდულობენ. ხო? არ ვიცი ხან ვფიქრობ ხოლმე, რომ ამ ყველაფრის საწინააღმდეგო ვიდეოები მინდა რომ ჩავწერო. და დავდო. იმიტომ რომ ეს ჩვენც კი რო
რაღაცნაირად რაღაც მომენტში გულს გვიტეხავს, ბავშვებზე როგორ მოქმედებს თქვენ წარმოიდგინეთ. ბავშვებზე. და როგორ თქვა, აი მე ვფიქრობ ხოლმე ჩემ თავზე. აჩვენებენ იმას, რისი ჩვენებაც უნდათ, თუნდაც მაკიაჟის დროს. ხო ხედავ, რაღაცას თუ შეეშლებათ, ეხლა მაკიაჟს როცა იკეთებ, გეშლება კიდევაც რაღაცეები, ეხლა ეგრე არ არის სულ, რომ ანუ ისე ჩაამთავრო მაკიაჟი, რომ რაღაც ზედმეტად არ მოგივიდეს რაღაცა ადგილებში წასმა და ასე შემდეგ. არ არის ეგრე. ნებისმიერს ალბათ თუ ძალიან მაგარი სპეციალისტი არ არის, შეეშლება. და ამ ყველაფერს ჭრიან. აჩვენებენ მხოლოდ იმას, რაც დავუშვათ ძალიან ლამაზია. ინსტაგრამზე ხო გადაჭედილია ეს ძალიან ლამაზი. მხოლოდ და მხოლოდ კარგ მხარეს აჩვენებენ გოგოები. და ჩემი აზრით ესეთი ვიდეოები არის საშიშიც კი. ვფიქრობ. საშიში რა კუთხით და რა გაგებით. იმ კუთხით, რომ გულს გიტეხავს და ეხლა მე შენი ცხოვრება, ეხლა თუნდაც მე ჩემი ცხოვრება როგორია, ხო, რეალურად. იმას არ გულისხმობ, ეხლა მე შინაგანად ძალიან კარგად ვგრძნობ თავს და ბავშვი არა ვარ, რომ ეხლა მაგ ყველაფერმა ამიყოლიოს, ვიცი, რომ მათი ცხოვრებაც ეგეთი არ არის. უბრალოდ ამას გალამაზებულად აჩვენებენ. მიხვდით? ეგ არის. და ჩემ თავზე ვფიქრობ ხოლმე მე რას ვიჭრი ვიდეოებიდან და მე არაფერს არ ვჭრი. მე ვჭრი მხოლოდ და მხოლოდ რას. თუ სიტყვები შემეშალა. ხან არის ხოლმე ლაპარაკის დროს, რომ სიტყვა მეშლება. აი რაღაცა უნდა მეთქვა და რაღაცა ვთქვი, სხვანაირად უცბად აი და დავიბენი რაღაცა და აი ამ ყველაფერს ვჭრი მე. მე მეტი არაფერს არ ვჭრი. და მიხარია ეს ყველაფერი. ან თუ რაღაცა დამივარდა ის, ეგეთ რაღაცებსაც ვჭრი ხოლმე. რა ვიცი გოგოებო, აბა დამიწერეთ კომენტარებში, თქვენ რა აზრის ხართ ამ ყველაფერზე. რეკლამებს რო უკეთებენ ყველაფერს, რეკლამას უკეთებენ, ანუ და თუნდაც რო გაქის რაღაცა, რავი, რასაც რეკლამას უკეთებს. თუნდაც ავიღოთ ეხლა აი ზუისე რა, მაგალითად, ჩაიდანი, ელექტროჩაიდანი კი გაქვს, მაგრამ ისეთი გინდა. არა და გააქვს სახში და თავის მოვალეობას ასრულებს, მაგრამ იმარო დაარეკლამა და იმარო რაღაცა ლამაზად დაისხა, ყავა თუ ჩაი. შენ ზუსტად ეგეთი გინდა რა. სათვალეები ახლა თუ საათებს არეკლამებენ ყველა, ხო? გააქვს ეს საათი, მაგრამ ისეთი საათი გინდა რაღაცა 20.000 რო იყიდ და 9 საათი გააქვს, მაგრამ კიდე გინდა ისეთი, იმარო დაარეკლამა სუნამო და რა ვიცი ამ ყველაფერს შეხედეთ იცით როგორ გოგოებო. როცა ადამიანი გიყვარს რაღაცნაირად გინდება ის ადამიანი, იმ ადამიანს როგორი ჭურჭელიც აქვს, როგორი რაღაცეები რაც აქვს რა, შენც გინდება და ამ ყველაფერს შეხედეთ ისე, რომ თუ გააქვთ თქვენ ეს ყველაფერი რაღაცა ეხლა მართლა მიასეთ არ იყიდო, ხო, იგივე რაღაცა. და საერთოდ ჩემი აზრით უნდა თქვა გოგოებმა, ვინც ამ ყველაფერს აკეთებს, რომ ეს არის რეკლამა. რომ ადამიანები შეცდომაში არ შევიდნენ, ეს არ უნდა დამალონ, რომ ეს დაფინანსებულია.
რავი, ჩემი აზრით ეგრეა. ამიტომაც არის, რომ მე არაფერს რეკლამას არ ვუკეთებ. ვცდილობ, რომ ყველაზე ბიუჯეტურ ფასებში ჩავეტიო ხოლმე თუ რაღაცა მჭირდება და მინდა. რატო ვიწერე ახლა ფაბელიკიდან და ეივონიდან? იმიტომ რომ ბიუჯეტურია და იმიტომ რომ არაფრით არ ჩამოუვარდება ეგრეთ წოდებულ ძალიან გაპიარებულ ბრენდებს. არაფრით. სახე ჩემი სახე რა იყო და რა გახდა? ხო გახსოვთ, რაც ხო გახსოვთ, გამომშრალი, ძალიან გამომშრალი და ძალიან არ ვიცი რა, გამოფიტული. ხო აი ესე, რა ვიცი. ამაზე მინდოდა ლაპარაკი, რომ ფრთხილად. ეხლა გველის წელია, ხო იცით? მე არ ამწამს ეგეთი რაღაცეების, მაგრამ გველი როგორი არის? ძალიან ფრთხილია. ძალიან ფრთხილი. ფრთხილი და გონიერია. გველი. ეგეთი ცხოველი. და ინტერნეტის ბნელ მხარეებს ვუწოდებ მე ამას, ესე ჩავთვალოთ. როცა აჩვენებ კარგს, უნდა აჩვენო ისიც. მე შემიძლია ახლა ამ კუთხეში ვიჯდე სულ რა და ვეცვე რა ვინ გაიგებს სახლი რა მდგომარეობაშია. უკან ჩამოვაკრა შპალიერი და დავჭიდე ამ კუთხეში და გადავიღო და 1000 რაღაცა და რა ვიცი ვიყიდო ეს ძალიან ძვირიანი რაღაცეები და აი ამ კუთხიდან გაჩვენოთ მხოლოდ. ხო შემიძლია, მაგრამ აი ეს არის ზუსტად. დანარჩენი რა ხდება მერე? ეგ ხო თქვენ იცით ჩემ სახლში. არა უშავ კრიტიკაც მოსდევს ამ ყველაფერს ხოლმე, მაგრამ მე მირჩევნია კრიტიკა, ვიდრე ამ კუთხეში დავჭიდე მარტო. და მხოლოდ ეს გაჩვენოთ. კრიტიკა მირჩევნია მაგას. და რა ვიცი მე გემრიელია. ძალიან გემრიელად დავლიე გოგოებო ჩემი ჩაი. გადავედი ჩაიზე. ძალიან მომწონს ესე. ყავას დავლებ ხოლმე როგორც სადღესასწაულოდ. სადმე, აი რო გინდა რომ დღესასწაული მოაწყო, განამართლა რაღაცა დღესასწაულზე. აი კაფეში მაგალითად რო წავიდე და ყავა დავლიო. კვირაში ერთხელ, დავუშვათ 2 კვირაში ერთხელ. დანარჩენი ჩაი. თქვენთვის არ არის ეს პრობლემა, მე ყავას დავლებ ხალ თუ ჩაის დავლებ და ისე გესაუბრებით, ჩაი მირჩევნია მე. ბევრად. მით უმეტეს დილით რო ვსვამდი ხოლმე ხმას თუ ჩემო. დილით ძალიან ცუდია ორგანიზმისთვის. უზმოს გულისხმობ, ანუ რაღაცა მაიყვება. ვალარამდე მგონი მეტი არგის და არ ვიცი აი რა ნახეთ თუ გინდათ. ჩამილაგა რა ათმები ეს ისინი ეს აღარ მაქვს. ესე რომ მქონდა გამოშვერილად რაღაცნაირად. ერთმანეთში ჩაელაგა. დაამძიმა თითქოს.
გამძიმა. წავედი, ძალიან მიყვარხართ და მიყვარს ჩემი ვიდეოები, ჩემი არ ვიცი, არ დამირეკეს იქიდან ვაკანსიაზე. მთელი ამბავი რო ატყდა აქ და კომენტარები წავშალე, ლანძღვა რო ატყდა და გინება და უბედურობა არ დამირეკეს. ხო, არ ვიცი, რატო არ დამირეკეს. შეიძლება დამირეკო კიდევაც. ნახოთ. მინდოდა მათგანს. არ მეჩქარება რამე სხვას ვნახავ ვიდეო. წავედი ბა, კოცნით და დროებით.